ჟურნალისტისა და პოლიტოლოგის ვიქტორ მარტინოვიჩის რომანის პარანოიას გამოსვლის მესამე დღეს ბელორუსში წიგნი აკრძალეს. მისი ყიდვა ინტერნეტის საშუალებითაც კი შეუძლებელი იყო, თუმცა ენთუზიასტები პარანოიას აკრძალვამდე შეძენილ ეგზემპლარებს ინტერნეტში სხვადასხვა ვებგვერდებზე დებენ და აუქციონზე ყიდიან. პარანოიაში ავტორი მოგვითხრობს მწერლისა და დიქტატორის საყვარლის სიყვარულზე. მოქმედება გამოგონილ ქვეყანაში ხდება დიქტატორი პრეზიდენტი არ არის, არამედ საიდუმლო სამსახურის მინისტრია. ეს გმირი ბელორუსის ლიდერისგან ლუკაშენკოსგან რადიკალურად განსხვავდება. ყველა ხასიათი ფიქტიურია, ასეთია რომანის ლაიტმოტივი. პარანოია მოსკოვის გამომცემლობამ დაბეჭდა. ვიქტორ მარტინოვიჩი ბელორუსში ცნობილი პოლიტოლოგი, ხელოვნების ისტორიის დოქტორი და ევროპის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტია. მარტინოვიჩის თქმით, რომანის დაწერით მას სკანდალის გამოწვევა არ სურდა. ჩვენი საუკუნის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ანტიუტოპიების დაწერა რეალურ მასალაზეა შესაძლებელი. აღარ არის საჭირო 1984-ის გამოგონება. უბრალოდ გაიხედეთ ირგვლივ, ამბობს პარანოიას ავტორი. ბელორუსმა კრიტიკოსებმა პარანოიას წლის წიგნი უკვე უწოდეს.